დიახ, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ 17 წლის მოზარდის მკვლელობასა და სამი პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძისთვის აქვე ღონისძიებაზე ხვალიმსჯელებს სასამართლო 11 საათზე კლინიკაში ჩატარდება სასამართლო პროცესი. მოსამართლე ლელა მარიდაშვილი იქნება ის მსაჯული, ვინც ალადაშვილის კლინიკაში მივა ხვალ და მოусმენს როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის პოზიცია. სახელმწიფო ბრალდება ითხოვს პატიმრობას დაკავებულისთვის, სხვათა შორის დაცვის მხარე იზიარებს ამ შუამდგომლობას და ალტერნატივის სახით ადვოკატი არ დააყენებს გირაოს შუამდგომლობას. ხვალ შეიძლება ითქვას, რომ კლინიკიდან, როგორც კი მოხდება გაწერა ალადაშვილის კლინიკიდან დაკავებულის, მას პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან ყოველთვის ნათელია, რომ მოსამართლე ხვალ დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, აქვე ღონისძიებად პროკურატურა სწორედ პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, როგორც დღეს ადვოკატისგან გავიგეთ, ბრალთან დაკავშირებით დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, მან იცის, რომ მის ქმედებას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა პოზიციას არ აფიქსირებს. ეს განცხადება გააკეთა დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ ადვოკატმა. ასევე ცნობილი ხდება ის, რომ პროკურატურა უახლოეს საათებში მოითხოვს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს დაკავებულს. შესაბამისი ნებართვა არის საჭირო პროკურატურის მხრიდან. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე. ალაჩერაცხული აქვს მკვლელობის თელობა დამამძიმებელ გარემოებაში სამი პირის მიმართ. მკვლელობა ასევე დამამძიმებელ გარემოებაში ეს მეორე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და პოლიციის მუშაკების მიმართ სიცოცხლის მცდელობაზე. ვერ ვიტყოდი იმას, რომ მას მისთვის ბრალაჩერაცხული ქმედებები სრულად გახსნობიერებული კონდეს მისი მდგომარეობა. ჩატარდება შესაბამისი სამეცნიერო ექსპერტიზა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგეს ამ დუმილისფრებას იყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პოზიცია ესე რომ ცალსახად არ გაუჟღერებია ადამიანს. შეძენა შენახვის უფლება ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება როგორც ჩანს არ აქვს და როცა ეს იარაღით გარეთ გადაადგინდა, უკვე ჩაითვალა ტარება და როდის შეიძინა ეს იარაღი, იცი? ეს არტოლის სახის ჯანმრთელობები ქონია, მაგრამ რო გითხრათ, რომ სამაფსიქიატროში ვიწვა, არ ვიცი, ჯერ არ გავსწრებული ვარ სამართლის მასალებზე. ახსოვს? ვერ გეტყვით ამას. მან წინააღმდეგობა გაუწია და ცდილობა ჰქონდა სიცოცხლის მოსწრობის. ეს არის ბრალაჩერაცხული. დაკავების დროს მოხდა რაღაცა ინციდენტი, თუმცა მაგასთან დაკავშირებით ეხლა ამიტომ საუბარია. თუ ექნება პრეტენზია დააფიქსირებს თვითონ. შანიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა, თუმცა მიხეილ ყაველაშვილისთვის ეს უმძიმესი ამბავი, ერთი ნეგატიური ამბავი არის. მხოლოდ პროსამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ყაველაშვილი აცხადებს, რომ არ მოსწონს მას შეფასებები, როდესაც ესმის, რომ კრიმინალიზდება, ქვეყანა ინგრევა საზოგადოების მხრიდან. ეს გაკეთებული განცხადებები მისთვის მიუღებელია, დასტურებს იმას, რომ კრიმინალი არის მოწვევა ქვეყნისთვის, თუმცა მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ თემასთან დაკავშირებით აქცენტის გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ქართული ოცნების მიერ დანიშნული პრეზიდენტის პოზიცია უმძიმეს ამბავთან დაკავშირებით. ესაც რომ შევიდეთ სოციალურ ქსელში, რა მოხდა გუშინ, ხო? რაღაცა ერთ განხორციელებულ რაღაცა შეიძლება ნეგატიურ აქცე, აი როგორი თანხwebdriver ერთიანი message box-ისა, იქ შეიძლება ჟურნალისტი იყოს, აქტივისტი იყოს, პოლიტიკოსი იყოს, ხელოვანი იყოს, ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ ერთიანი ქსელია, ხო? სულ რომ არ გაგიგია, ეხლა არ მინდა სახელით და გვარის დასახელება, უცებ დღეს გამოვიდა და თურმე ინგრევა ქვეყანა და ეს რა ხდება და კრიმინალი გაიზარდა და შემდეგ. ეს მიზანმიმართული, ეს არის მარტივად არის კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვეუბნები, რომ ის რომ არ უნდა ჩანდეს პოზიტივი, ის რომ ვერ დაინახოთ თქვენ როგორ ვითარდება რეალობაში ქვეყანა, რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, მაგრამ ეს უნდა დაკნინდეს. ამის საპირწონედ ისეთი მოვლენები უნდა იყოს ზედაპირზე, რომ ეს პროგრესი უნდა დაკნინდეს.
შანიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას 17 წლის მოზარდი სიცოცხლე ემსხვერპლა 3 ადამიანი კი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა ისინი მრავლობითი ჭრილობებით იყვნენ შეყვანილი სხვადასხვა საავადმყოფოში 2 მათგანს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა მათ შორის საზოგადოება შევახსენებ რომ დაიჭრა ტაქსში მჯდომი ქალბატონი რომელსაც გაუკერეს ჭრილობა და საავადმყოფოდან გაწერეს ჯერჯერობით დაჭრილი ახალგაზრდები კვლავ კლინიკაში რჩებიან დაკავებული არის ნიკა კაპანაძე რომლის ოჯახის წევრებიც ამბობენ რომ ახალგაზრდა კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა თუმცა ის ფლობდა 3 იარაღს მის სახელზე გაფორმებულ იარაღს და ამ იარაღთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიკა კაპანაძე ალდაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული მას ცალითითის ამპუტაცია დაჭირდა ბრალი დღეს კლინიკაში წარუდგინეს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა 4 მუხლით არის გამოძიება დაწყებული ნიკა კაპანაძეს გამოძიება განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ასევე მას ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის კანონო ტარებას როგორც ჩანს ნიკა კაპანაძეს მხოლოდ შეძენა შენახვის უფლება ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის სასამართლო პროცესი ხვალ ალდაშვილის კლინიკაში დილის 11 საათზე გაიმართება მოსამართლე ლელა მარიდაშვილი მივა კლინიკაში და სხდომას ჩაატარებს